დამირეკა ჩემმა უფროსმა მეგობარმა და ამ ბიბლიოთეკის დირექტორმა და შემოვთავაზა რომ ამ დღისთვის რამე ღონისძიება დამეგეგმა ვესტუმრე მას ბიბლიოთეკაში და მაშინ მომაფიქრდა რომ გამეცნო ბავშვების თქვენთვის ჩემი წიგნი არა წიგნი რომელმაც ბევრი მაცინა და ერთი წიგნის ისტორია და ყველაფერი დაიწყო ერთი თვის წინ 25 მარტს ჩვენ კლასში ერთად ვუყურეთ გოდერძი ჩოხელის ფილმს ლუკას სახარებას. მან გვახსოვს რომ თავარი პერსონაჟი, აბა რომელ წიგნს კითხულობდა? დონ კიხოტს კითხულობდა. და გადავწყვიტე რომ რადგან მეც ძალიან მიყვარს დონ კიხოტე არის თარგმანში, მაგრამ თავდაპირველად დონ კიხოტით დაიწერა და მეც ასე ვიცნობ და მოდი მეც ასე მოვიხსენიებ. გადავწყვიტე რომ ეს წიგნი გამეცნო თქვენთვის და თუ რატომ გადავწყვიტე ამას ახლა გაგიმხელთ. წიგნი მოდი ჯერ დავიწყოთ სლაიდშოუ ბევრი რამ მქონდა კიდევ მაგრამ ვერ მოვასწარი და გეტყვით უბრალოდ იმას რომ ეს წიგნი დაწერა მიგელ დე სერვანტეს საავედრამ მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა და 1616 წელს გარდაიცვალა 23 აპრილს დღევანდელ დღეს და იმიტომ არის სწორედ წიგნის საერთაშორისო დღე რომ დაუკავშირეს ამ წერილის გარდაცვალების დღეს შექსპირი დაიბადა 23 აპრილს და 23 აპრილს გარდაიცვალა როგორც ვიცი და სწორედ ამ ორი და კიდევ ერთი მწერალი იყო ჩემთვის უცნობი ნახსენები ამ დღეს დაბადებულან და გარდაცვლილან და 23 აპრილი არის წიგნის საერთაშორისო დღე ჩემთვის დონ კიხოტი არის უძვირფასესი წიგნი, რადგან თუ გახსოვთ ლუკა როცა კითხულობდა წიგნს რას აკეთებდა? იცინოდა. მეც გადავწყვიტე რომ თქვენთვის გამეცნო წიგნი, რომელმაც ბევრი მაცინა და იმდენი მაცინა რომ მას შემდეგ წიგნის კითხვისას ამდენი არ მიცინია. ვიყავი დაახლოებით მე-9 კლასელი, ჩემს ოთახში ვიყავი სახლში და ვკითხულობდი ამ გამოცემას სავარაუდოდ, ან კრემისფერი ყდით ჰქონდა დედას და ძალიან გულიანი სიცილი ამიტყდა. დედა შემოვიდა ოთახში და მკითხა რომ რა გაცინებსო და ხო იცით როგორც ხდება რომ გეცინება და მე რომ გეკითხებიან რაზე იცინი და ვის სხვისი სერიოზული სახე კიდე უფრო მეტად გაცინებს. ვერაფრით ვერ გავჩერდი, აი ეს იყო რაღაცა საოცარი განცდა, როგორ გულიანად ვიცინოდი წიგნში აღწერილი ამბის გამო და მახსოვს დედას რეაქცია. თან რომ გიბრაზდება, თან რომ ვერ გიბრაზდება და თან რომ უყვარს ეს შენი სულელური ქცევა და თან რომ ვითომ უნდა რომ ჭკუა გასწავლოს. ეს დღე იყო ჩემთვის ძალიან ძვირფასი. გავიდა დრო, მე კიდევ წავიკითხე რამდენიმე დაახლოებით 10 წლის წინ ეს წიგნი, მაგრამ ასე გულიანად აღარ ვიცინია. ვიფიქრე რომ ალბათ იმის ბრალი იყო, რომ სხვა თარგმანი წავიკითხე და ორი თარგმანი გვაქვს, ორი ესეთი მსხვილი, ერთი არის ბაჩანა ბრეგვაძე და მეორე არის ნიკო ავალიშვილის თარგმანი და ვიფიქრე რომ ალბათ თარგმნელის გამო ხომ არ არის დაუბრუნდი ამ წიგნს მოვიძიე სხვათა შორის ამ ბიბლიოთეკიდან გავიტანე და ჩემს ფორმულარში ჩაწერილიც არის ეს მაშინაც ვერ დავიბრუნე ეს სიცილის ისეთი განცდა თუმცა თქვენ ხშირად მეკითხებით რომელია ჩემი საყვარელი წიგნი ვეფხისტყაოსანი პირველ რიგში და იმდენი მილაპარაკია თქვენზე რომ თქვენთან ამ წიგნის შესახებ გადავწყვიტი ახლა რიგით მეორე საყვარელი წიგნი გაგაცნოთ და რატომ მიყვარს ახლა ხო დონ კიხოტი თან მესამე წიგნი არის ჰერმან მელვილის მობი დიკი და იმასაც გაგაცნობ და თან როცა ნუნუ დეიდას გავუმხილე უცბად გამახსენდა რომ სწორედ 23 აპრილს ჩემი დაბადების დღეა დღეს როგორც იცით და 23 აპრილს იყო ასე მეგონა რომ მისი დაბადების დღე იყო ერთი სიტყვით რაღაცა გვაკავშირებს ალბათ ეს სულიერი კავშირს ვგრძნობ და როცა ამ დილით ვემზადებოდი წიგნებისთვის კიდევ ერთი საოცრება მოხდა ნუნუ დეიდა სანამ მოგიყვებით მეორედ რატომ წავიკითხე და ვისთან ერთად წავიკითხე გეტყვით რომ ვემზადებოდი და ფურცელ
გადავშალე ორივე წიგნი. ჯერ ერთი წიგნი ყველა ფურცელი, არ ვიცი, ალბათ 50 კადრი გადავიღე და მე მეორე გვერდზეც გადავედი. ახლა დადგა დრო რომ გაგიხილო თუ რატომ გადავწყვიტე აი ამ წიგნის გაცნობა თქვენთვის. არის ამის მიზეზი არიან ჩემი მოსწავლეები მარიამი და თამარი. მე თქვენთან მათ შესახებ ბევრი მისაუბრია. მათთან ერთად წავიკითხე 2017 წელს, ანუ რამდენი 9 წლის წინ დონ კიხოტი. და აქ ჩემი მინაწერებიც არის. მე მარიამა წაიკითხა, აღარ მახსოვს თანამიმდევრობა ვინ რომელი იყო შემდეგ. მოკლედ სამივე ჩვენგანის მინაწერები არის, მასწავლებლის და მოსწავლეების. და ამ წიგნმა საფუძველი დაუდო პროექტს წაიკითხე ჩემი წიგნი, რომელიც მარიამმა მოიგონა. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, მე ხო სულ გეუბნებით, თქვენგან ბევრს სწავლობ და მათ მასწავლეს მასწავლებლობის უამრავი მასწავლებლობა მასწავლეს. დილას რომ გავიღვიძე, მათი მესიჯები დამხვდა 6 საათზე და 9-ზე ვიტირე, წერს რომ თქვენ რომ არა, ჩვენ არ ვიქნებოდით და მე სულ ვეუბნები რომ თქვენ რომ არა, მე არ ვიქნებოდი. ეს გრძელდება ბავშვებო, თქვენც ასეთივე ძვირფასები ხართ ჩემთვის და როცა გავა 10 წელი, მინდა რომ აი ესეთი მიმოწერა გქონდეს, ასეთი ურთიერთობა მქონდეს თითოეულ თქვენგანთან. ახლა რატომ მოვიტანე? გუშინ მივდიოდი უნივერსიტეტში ტრენინგზე დასასწრებად და ერთდროულად ნახე სამივეს პოსტი, რომ ონის მერის სტიპენდია მოიპოვეს ამ ბავშვებმა და გვემადლიერებიან ყველას, ვინც მათ წარმატებაში წვლილი შეიტანა. და დილასაც ამ მესიჯშიც ეს გააჟღერეს. იმის თქმა მსურს რომ როლური მაგალითების შესახებ ხშირად გელაპარაკებით და რატომ სულ გეუბნებით, აი არასდროს არ გქონია ქულებზე დიდი ყურადღება გამახვილებული, უბრალოდ ორი უმნიშვნელოვანესი თვისება ჰქონდათ მათ. ეს არის გულისხმიერება, 3. მეორე არის შრომის მოყვარეობა და მესამე მადლიერება. გულისხმიერად რაც არ უნდა დამევალებინა, როგორი დავალებაც არ უნდა ყოფილიყო, ზოგჯერ უხალისო, უინტერესო, მასწავლებლობას ახალი დაწყებული მქონდა და ბევრი რამეც არ ვიცოდი, იქვე მოვიფიქრებდი ხოლმე, თქვენთან რომ მოვდივარ, წინასწარ მაქვს ახლა მოფიქრებული და იქ ხშირად მათთან ერთად, თუმცა მასწავლებლობა შემოქმედებითობა, ამასაც არ თქვენთანაც ხშირად მომიფიქრებია იქვე დავალება, მაგრამ ახლა მეც ვიცინით ხოლმე რომ მოკლედ ექსპერიმენტებს ვატარებდით ერთად. არც ერთი დავალება არ ჩაუგდიათ ამის თქმა მსურს. იყვნენ ძალიან გულისხმიერები, აი, რასაც ვეტყოდი, ისეთი გულანთებულობით პასუხობდნენ, დავგეგმავდით სპექტაკლს, ვატკეთებდით ბოლომდე. ეს გულისხმა და გულისხმიერება არის აუცილებელი და მინდა რომ თქვენშიც გავაღვიძო და სულ ამაზე ვმუშაობ და მადლიერება. ხედავთ ალბათ, რადგან მე ახლა მათზე ვლაპარაკობ, როგორი მადლიერი ვარ. გუშინდელი მათი წარმატება სწორედ აი ამ შრომის მოყვარეობის, მადლიერების, პასუხისგებლობის და გულისხმიერების შედეგი არის და მინდა რომ მივულოცო მათ ეს ყველაფერი და მოკლედ გავაგრძელოთ. დონკით გამხმარი ყვავილებით და წიგნი, რომელიც არის 1958 წელს გამოცემული, უკვე ამ ბიბლიოთეკიდან გავიტანე და 60 გვერდამდე ხელახლა წავიკითხე გუშინ, დიდი სიამოვნება მივიღე, რაღაც მეტროში ვკითხულობდი, როცა ბრუნდებოდი უნივერსიტეტიდან და მეცინებო და ესკალატორამდე სანამ მივალ ხოლმე, თან ხელში მიჭირავს ავტობუსში, სულ ვკითხულობდი ამ წიგნს და მოკლედ შეხედეთ წიგნთან ერთად ცხოვრება, წიგნის კითხვის კულტურა, ჩვევა, ამაზეც მინდა რომ გაამახვილოთ ყურადღება. და არის უკვე 9 წელი წიგნის ფურცლებთან ერთად. რა ლამაზი ყვავილები, 9 წელი რომ გაძლეს. უამრავი ყვავილის გოგოების დატოვებულია. წარწერებს დავაკვირდეთ, უთვალავი წარწერა გადავიღე. მინდოდა რომ ბევრ რამეზე მესაუბრა თქვენთან, მაგრამ რამდენიმეა და წაგიკითხავთ. ხვალ მე ვარ მასწი გაკვეთილის თავარი გმირი აქილევსის შესახებ ვატარებო გაკვეთილს და ეს იყო მართლაც დაუვიწყარი გაკვეთილი, ჩვენ როლებს ვცვლით ხოლმე და დროდადრო ისინი ვცვლიდით, ისინი იყვნენ მასწავლებლები. აი ნახეთ რომ ფერი დაკარგულეს, მარიამის ფოტოს ჩამოტვირთვა მოვასწარი, მუხის ფოთლები და აი აქ ნახეთ მადლობა სერვანტეს. ეს არის თამარის ხელნაწერი. მე თქვენ იცით თქვენს ხელნაწერებს ვცნობ ხოლმე, ხო? აქ არის ჩემი გული და აქ არის მარიამის გახაზული, ანუ სამი ერთი, როგორ გითხრათ, ერთი პროცესის მონაწილეები, ხო? როგორ ტოვებთ ფურცლებზე ჩვენს კვალს. შემდეგი არის, ნახეთ, ნაძვი და გული, არ ვიცი ეს მე ვარ თუ რომელიმე ჩემი მოსწავლე აღარ მახსოვს და რა მაგარია. ეს ჩემი მიწერილია. ლექსი მომეწონა და მუხის ფოთოლი, ნახეთ, გულები. ეს არის მარკირებული კითხვა და მინდა რომ თქვენც ასე იკითხოთ. და დილას რომ გადავათვალიერე მთელი ფურცლები, უბედნიერესი ვიყავი. რაღაც სასწაული ემოცია წამოვიდა. აი ამ ემოციასაც ინახავს, მეგობრებო. ყოველი ისტორია მაშინ არის გიანი, როცა დამაჯერებელიაო, ეს გაუხაზავთ ბავშვებს. და
ნახეთ ბავშვებო, ავანჩავანი სიტყვა მოსწონებიათ. ეხლა წარწერა რომელმაც გამაოგნეთ. წეგან არ დავასრულე ხო? მე გამირბის ხოლმე დავიწყებ და მე სხვა იმაზე გადავდივარ, ეს სამუშაო მაქვს ამაზე, რომ ვისწავლო ერთი აზრის ბოლომდე მიყვანა. ჩემი სუსტია. და აი გულისხმიერებაზე გესაუბრებოდით ბავშვებო და როცა ისეთ საოცარი წარწერა ვიპოვე, ერთი სული მაქვს, როდის გეტყვით და თან ვახან გრძლივებ ამ ყველაფერს. მთელი წიგნი ფურცელ გადავშალე. და ყველა ფოტოები გადავიღე როგორც გითხარით. გადმოვედი, ხო შემეძლო რომ ერთი ეყოფა საკმარისია. დამაინტერესა და დავიწყე მეორე წიგნის ფურცლა, ბოლომდე ვერ მივედი, რადგან დრო აღარ მქონდა და სადღაც 50 გვერდზე ვკითხულობ ასეთ წარწერას. დღეს ჩემი დაბადების დღეა და ამ წიგნის ავტორის გარდაცვალების დღე. 9 წლის წინ მაქვს დაწერილი. და ზუსტად ჩემს ამ დღეს ვკითხულობ 23 აპრილს ისევ ამ წარწერას. არ ვიცი შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მე ასეთ დროს მინიშნებად ვიღებ ხოლმე სამყაროსგან, რომ ალბათ რაღაც სწორი გზით მივდივარ, ან ლელა სერვანტესმა გამომიგზავნა ესეთი ნიშანი, რომ ლელა მე მესმი შენი, შენ ხო მე გიყვარვარ და მეც შენ მიყვარხარ, არ ვიცი, ათასნაირად შეიძლება რომ გადავთარგმნოთ ეს გზავნილები და ყველა ცხოვრებაში ხდება. ახლა ის იყო ღარიბი ექიმბაშის ოჯახში გაზრდილი და მან დაამთავრა სალამანკას უნივერსიტეტის ისწავლა. წერდა ბევრს, კითხულობდა ბევრს და თუმცა ყველაზე ცნობილი არის დონ კიხოტე. მისი სრული სახელი არის მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი. დიახ, მთელ მსოფლიოში არის ყველაზე ცნობილი. ყველაზე წიგნი, რომელიც ყველა ბევრ ენაზეა ნათარგმნი და დღემდე ძალიან ხშირად კითხულობენ, მაშინვე გაიყიდა კი არა და ითარგმნა იმ ეპოქაში გავრცელებულ ყველა კულტურულ ენაზე, თუმცა ვერ მოესწრო სერვანტის წერილებს გავს, ხო, ბევრი წერილი საფლავი გვაქვს ჩვენც დაკარგული და ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა ბავშვებო. ის რომის პაპთან მუშაობდა იტალიაში. იმოგზაურობდა, თავის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გარბოდა, მევალეებს გაურბოდა და ესეც საინტერესო დეტალი არის მის ბიოგრაფიაში, დეტალი კი არა და მონაკვეთი ეპიზოდი, რომ 4 წელი ლეპანტოს ბრძოლაში შეიპყრეს და ის იყო დატყვევებული, მარჯვენა თუ მარცხენა ხელი დაკარგა ამ ბრძოლაში და ძლივს დაუსხლტა ალჟირელთა ტყვეობას და ცოცხალი დაბრუნდა შინ, ძმამ გამოიხსნა. ძალიან ისეთი ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო, საინტერესო ადამიანი და რას ეხება ახლა ეს წიგნი? რატომ არის ასეთი ცნობილი დღემდე? წიგნის მთავარი პერსონაჟი დონ კიხოტი, ან მახვილგონიერი, ხო, იდალგო ლამანჩელი, მისი ნამდვილი სახელი და გვარი არის ალონსო კიხენა. რამდენიმე გვარი არის ნახსენები. 50 წლის მამაკაცია, მაღალი, გამხდარი, ოღონდ აღწერს, ცხოვრობს აზნაურია, არც ისე მდიდარი, მაგრამ აქვს თავისი სახლი, ყავს ერთი მსახური, დისწულთან ერთად ცხოვრობს და კითხულობს ძალიან ბევრს. სარაინდო რომანებს. და იმდენი იკითხა, რომ კითხვისგან გაგიჟდა და გადაწყვიტა, რომ თავად გამხდარიყო რაინდი და წასულიყო ფათერაკების საძიებლად. ოღონდ რაინდს კლასიკური ჟანრის კლასიკის მიხედვით, ხო? ამიტომ რომ ამ სარაინდო რომანებში უნდა ყავდეს ის, ვისაც მიუძღვნი ამ ფათერაკებს, გულის სწორი. და მას არ ყავდა ცოლი და გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი თავისი თანასოფლელი გლეხის გოგო, მეღორის ქალიშვილი უფრო სწორად, შეეყვარებინა და არქვა დულსინია ტობოსელი. და ყველა ფათერაკს უძღვნიდა მას შემდეგ, რომელიც გადახდებოდა. შექმნა თავის ხელით ჩაჩქანი, თავზე ჩამოსაფარებელი და შუბი, ყველაფერი და ერთი სიტყვით გაემართა მარტო ოღონდ. დაარქვა როსინანტი თავის ცხენს, თვითონ სახელი დაარქვა დონ კიხოტი და გაემგზავრა ხიფათების საძიებლად. სადაც მივა პირველად არის ფუნდუკი, ანუ სასტუმრო და ამ ფუნდუკს ყავს მეპატრონე და რომ მივა, გადაწყვეტს რომ მეფუნდუკი არის ციხესიმაგრის უფროსი და ფუნდუკი არის ციხესიმაგრე და იწყებს უცნაურ ლაპარაკს, აი მიმართავს რომ ჰოი თქვენ ციხე ბატონო და ეს კაცი არის უბრალო გლეხი წარმოიდგინეთ და მერე შეხვდება ორი ქალბატონი
და მოკლედ იმათაც გლეხის ქალები არიან და იმათაც მიმართავს თვითონ დიდებულები არიან და მაშინვე მიხვდებიან რომ ეს კაცი ვერ არის თავის ჭკუაზე და აყვებიან თამაში. მეფუნდუკე მას გმირად მონათლავს, რაინდად მონათლავს და ერთი სიტყვით შემდეგ ამ დროს როცა დარაჯობდა თავის ფარხმალს, გამოჩნდებიან მეჯორეები და გადაწყვეტს, რომ ეს მეჯორეები არიან ყაჩაღები და ეცემა და თავში ჩასხებს შუბს და გადმოაგდებს გაბრიელ, გადმოისურის ამ ჯორიდან. და თავს გაუტეხავს. ისინი დაესხმებიან თავს, ძლივს გააგდებინებენ ხელიდან მეფუნდუკე და მისი ეს ამალა ქალები, ასე რომ ვთქვათ, და მოკლედ გამოისტუმრებენ იქიდან. ბრუნდება გზაში კიდე რაღაც გადაწყვეტს, რომ ერთ-ერთი დიდებული ქალი, რომელიც მოჰყავდა ბენედიქტელ ბერებს მიჰყავდათ რომ ქმარი გაეცილებინა ამერიკაში, გადაწყვეტს რომ ისინი იყვნენ ყაჩაღები და დაესხმება თავს. თან საოცარ სიტყვებს ეუბნება. ჰოი, თქვენ ყაჩაღანო შესდექი და ესენი ეტყვიან რომ რა მოგელანდა ყაჩაღები კი არა ბენედიქტელი ბერები ვარ და აღარ აცლის ლაპარაკს მიდის ეგრევე გადადის ამ ცემა ტყეპაზე და ერთი სიტყვით აქ ამ ჩვენს იდალგოს კარგად გვარიანად მიბეგვავენ ძლებს და ულეწავენ და დაავარდება ვეღარ დგება ფეხზე რადგან ისეთი ჩაცმულობა აქვს რომ ვეღარ მოძრაობს იპოვის თავის თანასოფლელის შინ მიიყვანს და როცა გაიგებენ რომ წიგნების კითხვისგან გაგიჟდა მღვდელი და მსახური დისწულიც ამ დაუწოვენ წიგნებს გადაყრიან ფანჯრიდან და ამ სარაინდო რომანებს დაწოვენ რამდენიმე შეინახავენ და იმ ოთახს ანდრია რომელშიც წიგნებს ინახავდა ამოუქოლავენ და რომ მოვა გონზე მიდის თან ხელებს აფათურებს აქ რომ გააღოს და სად გაქრაო და ეუბნებიან რომ ჯადოქარმა ერთ-ერთი სარაინდო რომანის ჯადოქარმა მოიტაცა ეს წიგნები ეს ოთახი თლიანად და ეგო მოკლედ გონია ცოტა ხანი რომ შეეშვა ამ ხიფათებს, მაგრამ გაიპარება თავის საჭიროებთ მტვირთელ სანჩოსთან ერთად, სანჩო პანსასთან ერთად. სანჩო პანსას რომ კუნძულს დაიპყრობს, ამ კუნძულის გუბერნატორად დანიშნავს, უამრავ სიმდიდრეს დაჰპირდება, ისიც მოიხიბლება მომავლი პერსპექტივით, სამომავლო პერსპექტივით და გაჰყვება. დაბალი და ძალიან ესეთი ჩამრგვალებული და თვითონ ეს არის მაღალი, ხო? თვითონ ეს დაპირისპირებაც არის ძალიან საინტერესო გარეგნული, ხო? და მუდმივად საუბრობენ. პირველი ხიფათი, რომელშიც გახվოს სანჩო პანსას არის ის, რომ ქარის წისქვილებს დაინახავს ბავშვებო, დონ კიხოტი და გადაწყვეტს, რომ ესენი არიან დევები. და გაექანება შუბით და თვითონ ეს დიალოგი არის საოცარი, რომ ესაჩერ სად მიდიხართ ბატონო, დევები უნდა განვგმირო, მე დევი კი არა, ქარის წისქვილებია და სანამ ეს დაამშვიდებს, ამ დროს ეს მიქრის თავის ან ჩაჩქანი და უცნაური ჩაცმულობით შუბით ხელში და გაექანება რომ ამ ფრთაში ჩაარჭოს ეს შუბი, ცხადია ეს ტრიალებს, თავის შუბიანად დაითრევს, ეს საწყალო როსინას წინაფეხები მოსწყდება, გადაისვრის თვითონ ამ დონ კიხოტს სადღაც, დაებზღერთება ძირს და ასე დასრულდება ტრაგიკულად მისი პირველი ფათერაკი, მაგრამ თან ყველაზე საოცარი ის არის რომ ყველაფერს უძღვნის დულსინია ტოპოსელს. მეღორის ქალიშვილს როგორც ავდეთ ღირებულებას. თვითონ წერის სტილი, რომ რეალობა, ხო რეალობაში ასეთი არარეალური ადამიანის გამოჩენა, ხო, იწვევს სიცილს ბავშვებო. ამ კითხულს აცინებს, მაგრამ ამ სიცილის მიღმა და ამ სისულელების მიღმა, რომელსაც ვითომ ის ჩადის და აკეთებს, ვითომ კი არა და მართლაც უცნაურად იქცევა, ძალიან ბევრი სიბრძნეა. ვინ არის დონ კიხოტი? ეს თქვენთვის მომინდია, რომ წაიკითხოთ და თქვენ დასკვნა გამოიტანოთ, ხო? და დონ კიხოტი მიჩნეულია ისეთ ადამიანად, რომელსაც რაღაც დიდი იდეალები აქვს, ალტრუიზმის სწამს და ამ იდეალებისთვის იბრძვის. აი მაგალითად, ქარის წისქვილებთან მებრძოლი. გაგიგიათ ასეთი ფრაზა? იდიომია. ხო, უკვე ხნია. უამრავი შემიძლია გელაპარაკოთ, მაგრამ გრძნობ რომ უკვე დანაშაულია ჩემი ლაპარაკის სიკეთე კი არა, ესეთი დაღლილები ხართ. და ახლა მინდა რომ დაგირიგოთ წერილი ფურცლები. მოვიფიქრე ასეთი დავალება. მინდოდა რომ გაგეხსენებინათ ერთი წიგნის ისტორია. ყველას ხო გაქვთ. შეიძლება კლასის საკითხავი იყოს, შეიძლება მეგობარმა წაგიკითხათ, გაჩუქათ, ან აღგიძრათ სურვილი. ვერ და კიდე გაბრიელ, ჩვენ ხო გვაქვს ესეთი იუმორი, გვიყვარს რა, ხო? ჩამოგვიყალიბდა რაღაცებზე სიცილი. ეს წიგნი მგონია რომ ერთად უნდა წავიკითხოთ, იმიტომ რომ დამოუკიდებლად შენ სიმედად ვერ ვიქნები, როდის შენ წაიკითხავ. და მოდი ერთად რომ დავამთავრებთ, ერთად წავიკითხოთ. კარგი? იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვიცინებთ ბავშვებო.
ბავშვებს, ან მარიამს, მე მგონია რომ ორივეს უნდა მისწეროთ, ცოტა ცუდად შევარჩიე. და წერეთ წერილი. ხო, დავწეროთ. გეძარებათ? სანამ ტორტს დავჭერ. თუ მოასწრებთ, ხო მოასწრებთ. და თეკო, გეხვეწები, ჩამირთე ახლა ის რაც